უკვე პირდაპირ ეთერში ვართ მეგობრებო, თუ რაიმე შენიშვნა გაქვთ, ბოდიშობთ რომ გირთით რომ ცოტა დავაგვიანე დაწყებამ მიზეზების ახსნას აზრი არ აქვს. ცოტა გითხება, მაგრამ მე მგონი ზურა, ნაირა ათანელოვი გითხები თუ შეიძლება. კი ბატონო, დასვით უბრალოდ მთავარია რომ ჩემთან გამოჩნდეს, იმიტომ რომ ბევრი რამ არ ჩანს ხოლმე რაღაც. თქო მოწესრიგებულად არ არის. დასვით ხალბატონო ზაირა და შევეცდები რომ თუ ჩემთან გამოჩნდება, მე შევეცდები რომ გიპასუხოთ. დიდი მადლობა ყველას, ვინც ერთად ვინც შეძლებს რომ უყუროს ეს გადაცემა ბოლომდე, ვინც ამ დღეებში ნახავს, ძალიან სასიამოვნოა რომ ბოლო გადაცემებს უამრავი ვინმე ეხმაურება, ეხმიანება, ტოვებენ კომენტარებს. განსაკუთრებული მხარდაჭერა მიიღო იმ გადაცემამ, რომელიც ქუთაისიდან მქონდა, სადაც დიდების მემორიალი, ის რაც ხშირად ვიმეორებ, მე ამას ყოველთვის გავუსვამ ხაზს, რასაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ქართული ბიბლია უწოდა, ხოლო მეცნიერებმა ლევან სანიკიძე მათი სახელით თქვა, ეს იყო ფილოსოფიური ტრაქტატი, რომის ააფეთქეს და იქ გადაცემას უკვე 22-23000-მდე კაცმა მარტო Facebook-ზე უყურა, თითქმის ამდენივე სხვადასხვა ფორუმით სხვაგან, ანუ რეალურად უამრავი კომენტარი დაიწერა, ძირითადად მე ვერ ნახე ადამიანი, რომელიც მოიწონებდა მისი აფეთქების აზრს. ძალიან გული დამწყვიტა ზოგიერთმა გამოხმაურებამ, რომელიც გააკეთეს მაშინ. მე დარწმუნებული ვარ თითქოს დასაბუთება იმითი, რომ რუსეთს ვცილდებოდით დიდების მემორიალის დანგრევით. ყველაფერი რაღაც გასაოცარი, თანაც ეს ისეთი ადამიანები წერენ ზოგიერთები, რომელსაც სულში რუსეთი აქვთ, მაგრამ გარეგულად ეს არის მოსაწონი, რომ ილაპარაკო ანტირუსული. თქვენმა მეგობრებმა ახლობლება ხო იციან, რომ თქვენ თვითონ ვიხართ, როგორ ხართ და უამრავ ადამიანს დიდი კონტაქტები ჰქონდა და აქვს კიდევაც რუსეთთან. დიდების მემორიალით რუსეთთან დაცილება ეს ჰომეროსის ხარხარი თუ მოგინდება ადამიანს, თორე ისე წარმოუდგენელია ასეთ შეფასება რომ გააკეთო, მაგრამ არ აუხშავს. ეხლა გასაგებია, ეხლა ზოგიერთმა განმარტა იმის გამო, რომ მაშინ თანამდებობა ეჭირა და ამას ამართლებს. არაფერი ბატონებო, არსებობს სინანული, არსებობს როგორც იტყვიან, ფილმიც კი ასეთი მონანიება, მოინანიო სინარული გქონდეს, რომ რაღაც შეცდომა მოგივიდა.
ეს ნაბიჯია, როდესაც აძლიერებ კიდე იმას, რომ შეცდომა დაუშვი და კიდე აძლიერებ და კიდე ასაბუთებ იმას, რომ მერაბ ბერძენიშვილი ამ უდიდესი ქართველის მიერ შექმნილ დოკუმენტს შექმნილ ხელთუქმნელ მართლა ძეგლს რუსულს უწოდებდა რუსელთან დაცილებას, რა ვიცი რა გითხრა, არ ვიცი. ეს ქართველობისგან შორს არის ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, რომ მერაბ ბერძენიშვილს და მის შემოქმედებას ასეთი რამ უწოდო, მაგრამ არა უშავს, ეხლა ჩვენთან ყველაფერი იყოფა. მე პატივისცემას ვადასტურებ ყველა ადამიანის მიმართ, ამ ადამიანის მიმართ და ვამოხმამაღლა, რომ დღეს საქართველოს ჭირდება დიდი ერთობა, ქართველებს ჭირდება დიდი ერთობა და ჩვენ სინანული მიგვიყვანს ერთმანეთთან, პატიება მიგვიყვანს თუ რამე შეცდომა გვაქვს დაშვებული და ეს განწყობა მიგვიყვანს ერთმანეთთან, რაც უფრო ვცილდებით ჩვენ სწორედ სინანულს, რაც უფრო პატიება, რაც უფრო ვტოვებს ჩვენ და ასეთი განწყობებისგან შორს დგებით, მით უფრო ვცილდებით იმასაც ქართული ქვია, საქართველო ქვია და ჩვენი სამშობლო ქვია. ეხლა დღეს თავში მინდა ერთი რამ ვთქვა, რომ საუბრის ტონი, რომელიც აქვს ოპოზიციას ხელისუფლების მიმართ, ხელისუფლებას ოპოზიციის მიმართ. რა გითხრათ ეხლა? კი ბატონო, რაც გინდათ ის მიწოდეთ, მაგრამ თუ ამას თქვენ ქართულს ეძახით, ერთმა ხელი მოგიმართოთ. მე მიმაჩნია, რომ ეს ქართული არ არის. თავისთავად თქვენ ვიღაცის დავალებას ასრულებთ, თორე ასე როგორ შეიძლება ქართველები ერთმანეთს მიმართავდეთ. მე შეცდომად ვთვლიდი, როდესაც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი თანამდებობიდან რო წავიდა, იპოდრომზე ხალხი შეკრიბა და ქაჯები ერთი წინააღმდება თქვა მარტო, ისე ქაჯები უნდა წავიდნენ. დღეს გაუმეორეს მას და ქაჯი პრეზიდენტი უწოდეს. რა სიტყვებია ბატონო ესენი? საიდან მოვიდა პოლიტიკაში ეს? საიდან მოვიდა ეს პოლიტიკაში, ქართულ პოლიტიკაში? ქართველები როგორი ტონით ველაპარაკებით ერთმანეთს? მე გაუცებული ვარ ამდენი ტყუილი, ამდენი ასე იგი საერთაშორისო ორგანიზაციებმა კარგად შეაფასეს, სამჯერ წავიკითხე ორი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით. თუ ქართველი ხარ, უნდა შეგწყვეს, რომ ასეთი რამ შედგა ჩვენს ქვეყანაში. მე ამას არ ვაბრალებ ხელისუფლებას, ამას ვაბრალებ საკუთარ თავს და ვამბობ, რომ ჩვენ აქამდე მივედით, აქამდე მივიყვანეთ ესე იგი ქვეყანაში საქმე, რომ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აფასებენ ისე, როგორადაც არ შეუფასებიათ არც ერთ ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. დღეს მეორე დასკვნა დაიდო უკვე, სამარცხვინოა უკვე, როგორი, და ამ დროს გამოდიან ხელისუფლების წარმომადგენლები და ეუბნებიან ოპოზიციას, თქვენ კითხვა არ იცით, თქვენ უწიგნურებო, თქვენ ასეთებო, თქვენ ისეთებო, თქვენ ამნაირებო და ესე იგი წაიკითხეთ კარგად. რა ვიცი ახლა, ასეთი უწიგნური ვარ, ასე კითხვა არ მესმის, თქვენ აიგეთ და წაიკითხეთ. როგორც ოდეერის, ასე მეორე დასკვნა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და რა ვიცი, ერთმა ქნას რომ მევწდებოდი ამ იმაში და ესე იგი, რასაც ხელისუფლება ამბობს, ის იყოს მართალი. ჯობია რომ რეალურად დავიჭიროთ ის პოზიცია, რომელიც მართალია სწორია, არ მიგვიყვანს ჩვენ ეს დაპირისპირება კარგ მდგომარეობასთან. ყველაზე მეტად განვიცდი იმას, რომ ზუსტად 22 დეკემბერს, როდესაც უბედურება დაიწყო, 22 დეკემბერს დაიწყო. ვინ გირჩიათ, ქალბატონო პრეზიდენტო, რომ 22 დეკემბერს მისულიყავით იმ ადგილზე, სადაც საქართველოს უბედურება დაიწყო. ვინ გირჩიათ ეს? ვინ გითხრათ, რომ ასე უნდა ყოფილიყო ეს? ეს ტრაგიკული დღეა საქართველოსთვის, ტრაგიკული დღე. და ის მაინც გეთქვათ სიტყვა ტრაგიკული დღე რომ არის. და მე უბრალოდ ესე იგი იმ დღეს გამოვაცხადეთ ისეთი რამ, რომელსაც ასევე უბედურებასთან მივყავართ ჩვენ. ასევე უბედურებასთან მივყავართ. მე მესმის თქვენი მდგომარეობის და უბრალოდ მე ხმამაღლა ვამბობ იმას, რომ რეალურად ქვეყანას მართავს პიროვნება, რომელსაც პოლიტიკის ანი და ბანი არ ესმის, უბრალოდ საწყენად მიიღებთ ამას. როცა პოლიტიკოსი ხარ, პოლიტიკოსი არის ხალხთან ურთიერთობა. ადამიანი, რომელსაც ხალხთან ურთიერთობა არ შეუძლია, ის პოლიტიკაში არ შეიძლება იყოს და ის ვერც იქნება პოლიტიკოსი. ესე იგი, თქვენ წარმოიდგინეთ 25-26 თუ რამდენიმე დღეა ადამიანები ქუჩაში არიან და ვამბობ, ქუჩა არის შედეგი. და ქუჩაში ხალხი ხელისუფლებებს გამოხავს. ასე ვამბობდი შევარდნაძის დროს,
ასე ვამბობდი სააკაშვილის დროს, ასე ვამბობ ეხლაც. ქუჩაში ხალხი გამოყავს ხელისუფლებებს, ხელისუფლებას. ქუჩაში ხალხი თავისთვის არ გამოდის. შეიძლება არ მოწონდეს ხელისუფლება, მაგრამ თუ ამის საბაბი არ ექნა, ქუჩაში ხალხი არ გამოდის. ხალხში უფრო დიდი სიბრძნეა. ქუჩაში ხალხი ხელისუფლებას გამოყავს. ვის აწყობს ეს ხალხი ქუჩაში და ყველაფერს თავი დავანებოთ, ამდენი ხანია ქუჩაში ხალხია და ვინმეს ან სინანული, დავანებოთ სინანულს თავი. რაღაც პროგრამულად რომ მიემართა ვინმეს და ეთქვა, რომ ბატონებო, არა, მთელი საქართველო აქ დგას, ლაპარაკობს ოპოზიცია, ხელისუფლება ლაპარაკობს, მთელი საქართველო ჩვენ გვიჭერს მხარს. კი, მაგრამ 1,200,000-მა დაგიჭირათ ხელისუფლებას თავი. უფრო ნაკლებმა ოპოზიციას, მაგრამ ახლოს ხართ ერთმანეთთან, ხო ვინც მონაწილეობდით. თქვენ ქართული ძალები მაინც არ დაუშვით არჩევნებზე, არც ერთმა და არც მეორე. და კი, მაგრამ 3,500,000 ადამიანი ამორჩეველი ყოფილა საქართველოში და 1,200,000-მა რომ ხარი დაგიჭირა 2,200,000 თუ 2,300,000 ხარს არ გიჭერს, ანუ ორჯერ მეტი ხარს არ გიჭერს. ანუ არ მოვიდა არჩევნებზე და ხარი არ დაგიჭირა. მთელი საქართველო როგორ ხარ თქვენ? პატივი ხო უნდა ვცეთ იმ ხალხს, რატომ არ მოვიდა არჩევნებზე? მეც არ მივედი არჩევნებზე. არ მივედი, იმიტომ რომ აზრს ვერ ვხედავდი და ვთქვი ხმამაღლა, რომ ეს არჩევნები მიგვიყვანს ამ შედეგთან. თუ ეს არ მithქვამს, კი ბატონო, აიღეთ არჩევნები, როცა დავასაბუთე მე, რატომ არ მივდივარ არჩევნებზე? არ იყო ოპოზიცია ძლიერი, თორე ყველას უნდა მოეხსნა არჩევნები, ყველას მე მესმის ახლა ამას რომ ვეუბნები ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ისინი მეუბნებიან რომ ხელისუფლებას ყავდა იქ თავის პარტიების შემოყვანილი და ამას გააკეთებდნენ. მესმის, გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ ჯობდა ერთმანეთთან დაგველაპარაკნა, შეგვეთავაზებინა ეს, ვიდრე ვთქვათ, აი მივსულიყავით იმ შედეგთან, რომელიც პროგნოზირებადი იყო და მეცნიერებმა, მეცნიერთა კონგრესმა ეს ყველა პროგნოზი გამოაცხადა. ამ შედეგთან რომ მივიდოდით, ამას ეს ვინმესთვის, ვინც უნდა აზროვნებს, ვისაც პოლიტიკის ანი და ბანი ესმის, ვინმესთვის იყო უცხო. ის რომ თქვათ, საქართველოში 12-15 წელია პოლიტიკოსები ერთად დამსხდარი არ უნახავს საქართველოს მოსახლეობას. ეს მსოფლიოში არ ხდება ასე. ეს განუვითარებელ, რომელი ქვეყანაც გინდა დემოკრატიულ ზავსაუბრობ, არ ხდება ესეთი რამ, რომ ერთად არ დასხდნენ და განსაკუთრებით მართველი პოლიტიკური ძალა არ იყოს ამის ინიციატორი. ეს რა პოლიტიკა? პოლიტიკა არ არის ქვეყანაში ბატონებო. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, რომ პოლიტიკოსები არც პარლამენტში არიან, არც ხელისუფლებაში არ არიან. საქართველოში ერთი ხელის 5 თითია საკმარისი იმის როთვის რომ ჩამოთვალო პოლიტიკოსების რაოდენობა. პოლიტიკოსი ვარ რომ იბრალებს, ეს არ ნიშნავს ის რომ პოლიტიკოსია, რომ რაღაც ნათესავებით, მეგობრებით, ახლობლებით თუ რაღაც გარკვეული ჯგუფით პარტია შექმნა და კაცმა არ იცის ყავს თუ არა პარტიის წევრები კიდე და ამჟამად ეს არ არის პოლიტიკოსობა, პარტიის ლიდერობა. ამდენი პარტია იმიტომ არის რომ ამდენი თვითმარქვია და ამდენს უნდა რომ არავით არის ბიოგრაფია არ აქვს, აბსოლუტურად არავინ არ უნახავს, არც სოფლის გამგებლად, არც სკოლის დირექტორად, არც სადმე ხელმძღვანელად, არც რაიონის გამგებლად, არც მერად, არც გუბერნატორად, არცად არავის არ უნახავს და პოლიტიკაშია მუდმივად და ცხოვრობს კარგად. უნდა ვიფიქროთ, რა ხდება, რატო დაბინძურდა, რატო გაივსო ფულით პოლიტიკა, როდესაც ფული არ არის კულტურაში, ხელოვნებაში, განათლებაში, სოფლის მეურნეობაში, ფული არ არის არსად, სადაც საქმე უნდა კეთდებოდეს ადამიანების დასაქმებაში. ფული არის პოლიტიკაში. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, გამოქვეყნდათ ციფრები 1 მილიონი ერთი კვირა თუ რამდენიმე დღე დაჯდა სპეცსამსახურის კვება მარტო სახელმწიფო ბიუჯეტიდან იქ რომ მოყავდა დამატებით კვებაზეა ლაპარაკი. ხოლო სხვა ფულზე აღარ არის უკვე საუბარი. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა ოპოზიციაში ფული არ იხარჯება და გარედან არ შემოდის, იხარჯება, უნდა აღიაროთ ეს, ხმამაღლა უნდა თქვათ ეს ყველაფერი. ანუ გამოდის რა, ეს დაპირისპირება აწყობს ფულის მჭამელებს, როგორც ივანიშვილის ფულთან მიახლოებულებს ან იქიდან ვინც იღებს და ვინც გარედან იღებს ამ ფულს. ვინ არის რეალურად მოგებული ამით? მოგებულით არიან დაპირისპირებული მხარეები. რატო? იმიტომ რომ ქვეყანაში იქნება შთაბეჭდილება, რომ ამად გარდა არავინ არ არის. არავინ არ არის. ადამიანი დღეს შეხვდება ქუჩაში და გეტყვის, რომ იგივე ვერ ხედავ რომელიმე მხარეს. დღეს რომელიმე მევეუბნები, რომელიმე მხარეს დგომაა დღეს უბედურება. პარტიის წევრიც რომ იყო, არ უნდა დადგე რომელიმე მხარეს, იმიტომ რომ
დადგა მომენტი საქართველოს ცხოვრებაში, როდესაც ერთობა ესე ჭირდება საქართველოს და ჩვენ სახელმწიფოს და სამშობლოს, როგორც არასდროს, რომ ჩვენი დაპირისპირებით სარგებლობენ გარეძალები, ერთთან-ერთი იჭერს მხარეს, მეორესთან მეორე, ვაპირისპირებენ, ვახეთქებენ ერთმანეთს, მოგებული ვინ რჩება, მოგებული რჩება დაპირისპირებული მხარეები რჩებიან მოგებული, გარეძალები რჩებიან მოგებული რჩებიან სადაც ქართველები მიდიან სამუშაოდ, იმიტომ რომ კარგ მუშახელს პოულობენ პროფესიონალებს, მოგებული რჩებიან ვინც ქართველების ადგილზე მოდიან საქართველოში, მოგებული რჩებიან მშენებლები, ყველაფერი გაჩერებულია ქვეყანაში, შენობების გარდა, იმიტომ რომ მოდიან ირანელები, არაბები, თურქები, ინდოელები, ჩინელები, ბინებს ყიდულობენ, 70-80% ბინები რაც შემდება, ქართველები არ ყიდულობენ მას. და ესე იგი რაც უფრო დამძიმდება ეს სიტუაცია და რაც უფრო რთული იქნება, მით უფრო მეტი ბინა აშენდება ქვეყანაში და გონია რომ წინწავა საქმე. და რაც მეტი ბინა აშენდება, მით მეტი უცხოელი შემოვა ქვეყანაში. ანალიზი, რომელიც მეცნიერთა კონგრესში დევს, მაშინებს ზოგჯერ გახედვა არ მინდა მისკენ, იმიტომ რომ ყველაფერს ვერ იტყვი ამ იმაში, როდესაც ვდებ ციფრებში, ვაანალიზებთ ყველაფერს, რა იქნება, როგორი იქნება. ეხლა არ არის ვალდებული ყოველი ადამიანი რომ ეს ანალიზი აკეთოს. საშინელი მდგომარეობა მხოლოდ 30%-ია ფერმძიმე კალებში ქართველი. ეს კატასტროფული მდგომარეობა ყოველი დაქორწინებულებიდან 70% განქორწინებაა უკვე. კატასტროფაა ეს ყველაფერი, განქორწინები ძალიან დიდი მოდის გარეთ წასულებზე და აქ ვინც რჩება, ან თხოვდება და იქ ვინც მიდის, იგი იქაც თხოვდება. აქ ვინც რჩება, თუ ქმარი დარჩა, ვიღაც სხვას თხოვობს და იქაც ვინც მიდის, ისიც თხოვდება. უამრავი მაგალითები დაფიქსირდა ქვეყანაში. ვირყვნებით, იკარგება ქართული სული, ქართული ცნობიერება, რა გვიხარია? არ ვიცი რა გვიხარია. და ლაპარაკი ემაზე ვინ მოიგებს იქ? მოედანზე რუსთაველის პროსპექტი გონია ვინმეს დღეს მთავარი პრობლემა? რუსთაველის პროსპექტი პრობლემა კი არ არის. რუსთაველის პროსპექტი აცოცხლებს ქვეყანას და ეუბნება რომ დაფიქრდით. განსაკუთრებით ის 80%, რომელიც გულწრფელად მოვიდა და დღეს ვხედავ არაერთდაორ პიროვნებას, რომელიც ამბობს, რომ პარტიებზე ისინი ლაპარაკობენ, გაგონება არ უნდათ პარტიის სახელით. გაგონება. და ჩემთანაც კი საუბარი, ვიდრე არ ვამბობ, რომ მე შეჩერებული მაქვს ჩემი ისა და დაუყულა ყველა პარტია და აქცეულა ყველა პარტია, მანამდე ლაპარაკიც არ უნდათ ჩემთანაც კი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა თუ იცის თქვათ აი ჩვენი პარტიის არსებობის შესახებ. პარტიებმა შეძლეს ის, რომ საქართველოში პარტიის ხსენება უკვე შეურაცხყოფელი, პოლიტიკოსობა უკვე შეურაცხყოფელი და ამ დროს გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც არც პარტიები უნდა და არც პოლიტიკოსები. ეს ძალიან დიდი ძალაა, ძალიან სერიოზული. აქ კარგი და სწორი მუშაობით შეიძლება დაიბადოს ახალი მოძრაობა, ახალი ეროვნული მოძრაობა, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ეს კრიზისი ვაქციოდ განვითარების შესაძლებლობად ლაპარაკი არის იმაზე, რომ ვინ ვის მოერევა და ვინს დათგუნავს. მოდით რეალურად სათაური როგორც გვაქვს გავაკეთოთ ანალიზი, დავუშვათ, გაიმარჯვა ხელისუფლება. და რა არის მოსალოდნელი შედეგები? საქართველოდან ახალგაზრდობის დიდი ნაწილი წავა. მამაღლა ვამბობ, საქართველოდან ახალგაზრდობის დიდი ნაწილი წავა. რატომ? გამორიცხულია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ევროპა, ამერიკა შემოbrunდეს საქართველოსკენ, თუნდაც რაღაცა პატარა ნიშნები გამოაჩინონ, შემოbrunდეს იმ განწყობით, რომელი განწყობაც ჭირდება დღეს საქართველოს. მაშადამე, თუ აქეთ არ შემოbrunდა, ადამიანები განვითარებაზე ფიქრობენ, ვერ წავლენ ისინი ინდოეთში და ვერ წავლენ ისინი ჩინეთში, ვერ წავლენ ვერც რუსეთში, ვერ წავლენ ვერც ირანში, ვერ წავლენ სადმო წავიდნენ, წავლენ ისევე რომ ევროპაში, ამერიკაში რიგები დგას, რიგები. ამიტომ საქართველოს დაგვეცლება, ჩვენები წავლენ როგორც მუშახელი ევროპაში, უნდათ კი ეს ხალხი უკვე ჭირდება სერიოზულად და შესაბამისად ჩვენთან ჩამოვლენ რომელი ქვეყნებიდან, ევროპულ ქვეყნებში და ამერიკაში წავლენ ჩვენები, ჩვენთან შემოვლენ აზიური ნაწილიდან. ჩვენ არ ვარ მე არც ევროპის და არც აზიის წინამდეგი არ ვარ, მაგრამ მე ვარ იმის მომხრე, რომ საქართველოში ქართულად ვითარდებოდეთ და ჩვენ სწორ ანალიზს ვაკეთებდეთ. თანაც მე ვხედავ იმას, რომ ყველაფერზე მზად არიან, თქვათ, ჩინეთიზაცია რომ მოგწეს საქართველოში, მე ისეთ შტაბ-ბიჭდილება მჭება, რომ ხელისუფლება მზად არის შემოიყვანოს ჩინეთის ბანკების 3-4%-იანი
განაკვეთებით და ვითომ ქვეყანა დადგეს ფეხზე, ვიღაცად მაყოფილი იქნება, ისევ ისინი დიდრები გამდიდდებიან, ისევ ღარიბები კიდევ უფრო გაღატაკდებიან. ხალხო ანალიზი, რომელიც სერიოზულად კეთდება და კეთდება ციფრებზე დაყრდნობით, კატასტროფული იქნება. ხალხი წავა აქედან, იმიტომ რომ ინფლაცია იქნება საჩინელი. წავა აქედან, იმიტომ რომ რეალურად ცხოვრება იქნება შეუძლებელი. წავა აქედან, იმიტომ რომ ესე იგი ჩვენ არავისგან არ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლებას არ აღიარებს დემოკრატიული სამყარო, ან რომ აღიაროს კიდევაც განწყობა არ აქვს, კარგი, კატასტროფულია იმ ქვეყანაში რომ დარჩე. წავა ქვეყანა ვინმე, რაში გაწყობს ხელისუფლება, შენ აი ეს მოედანი რომ დაამარცხო და დაამარცხო, თქვათ ეს მოძრაობა, რაში გაწყობს ეს? უდიდესი შეცდომა დაუშვა შევარდნაძემ თავის დროზე, რომ არ დანიშნა ადამიანები არჩევნები და წავიდა, გადადგა და დაკტოვა ომში. რომ დაენიშნა ადამიანები არჩევნები, რეალურად ქვეყანა სხვა ვითარებაში იქნებოდა დღეს. მაგრამ არა, მე მივდივარო თქვა, ამერიკელებისგან მიიღო იმის ხელშეუხებლობა და იფიქრა მირჩევნი ეს და თქვენ დაგიხოციათ ერთმანეთში. და მხოცავთ ერთმანეთს. რეალობა ეგ არის. ეს ის სიტყვებია, რომელიც მაშინაც თქვი ხმამაღლა და დღესაც ვამბობ, რომ შეცდომა იყო, გადადგომაც, შეცდომა იყო არჩევნების არ დანიშნვაც, შეცდომა იყო ის თუნდაც რომ მოთხოვნები არ შეასრულა, ელემენტარული მოთხოვნები არ შესრულდა. უფრო მეტი რამ ვიცი, ბატონ ლადო ჭანტურიას რომ ისაუბრია და დადგება დროის ალბათ ან მემუარებში ან ისე გამოვა და ისაუბრებს, როცა დაბრუნდება, დღეს არ აქვს უფლება ამ საკითხებზე ისაუბროს და ესე იგი მაშინ ბევრი რამ გახდება უფრო ნათელი, უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე იყო. ყველაფერი ხო ჯერ ერთი 91-92 წლებში აირია ქვეყანა. და იმ დაპირისპირებამ მიგვიყვანა მეორე დაპირისპირებასთან. მეორე დაპირისპირებამ პირველი არ გასწორდა. ვერ სინანული ვერ გამოვხატეთ იმის გამო, რაც 91-92 წლებში მოხდა. ვერ გავაანალიზეთ სწორად, რაც 91-92 წლებში მოხდა. ჩვენი ამოცანა იყო, რომ იმ ოჯახის წევრები გადმოებირებია ხელისუფლებებს და ნუ თქვა ცალკეული და იმ ოჯახის წევრების გადაბირება, გადმობირებაზე კი არ არის საქმე. საუბარი არის იმაზე, რა მოხდა 91-92 წლებში. მისი ობიექტური, სერიოზული ანალიზი, რომელსაც მეცნიერთა კონგრესი 17-18 წელია ითხოვს და როდის იყო ბატონ ფუტკარაძესთან და სხვებთან ერთად, პირველი პარლამენტის წევრებთან ერთად ხელი მოვაწერეთ მიმართვას დოკუმენტს, რომ აი ეს ყველაფერი კიდევ კარგი რომ წიგნში საცივილიზებული სახელმწიფოსგან გამოქვეყნებულია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვინმეს არ ჯერეს და ვარ ბედნიერი, რომ ამ სტატიის, ამ პროგრამული განაცხადის ავტორი მე ვარ, მე დავწერე ზოგიერთი მცირეცვლილებების გარდა ყველაფერი და ცოცხალია ის ადამიანები, რომლებმაც მაშინ ეს ყველაფერი ნახეს. ჩვენი პოზიცია იყო და რჩება, ჩვენ უნდა სწორად შევაფასოთ, რაც მოხდა 91-92 წლებში. ჩვენ უნდა სწორად შევაფასოთ, რაც მოხდა 2003 წელში. ჩვენ ამას კი არ ვაფასებთ, არამედ იგივე შეცდომას ვუშვებთ. და ვინმეს გონია, რომ აი დათრგუნვა აი ამ მდგომარეობის რაც ქუჩაშია, ეს შედეგს მოიტანს. ძლიერი ხელისუფალი გამოვიდოდა დღეს ინიციატივით. არ გინდათ ეს არჩევნები. ორმა იმამ დაწერა ეს საერთაშორისო ორგანიზაციამ, ვინც იყო ყველაზე ცნობილმა მსოფლიოში, რომ არ შედგა არჩევნები. მივმართავდი მათ და ვეტყოდი, მოდით, თქვენ დავიწერეთ, როგორი წესით, როგორი იმით დავწეროთ, სად იქნება დემოკრატიული, თქვენ რაც ნახეთ და ჩავატაროთ არჩევნები. აი ძლიერი ხელისუფლება. ხელისუფლება დღეს ლაპარაკობს. ხელისუფლების გადარჩენა არჩევნებში. ქვეყნის გადარჩენა არჩევნებში. მაგრამ არა სასწრაფო არჩევნებში, როგორც ამას პრეზიდენტი ამბობს. არა სასწრაფო არჩევნებში. შეთანხმებაში რომ არჩევნები ჩატარდეს, თუნდაც 1 წლის თავზე. მაგრამ სრულიად სხვა სისტემით და სხვანაირად. რომ ასე იგი აბსოლუტურად ყველას ერთნაირი სასტარტო მოედანი რომ გქონდეს. და არ იყოს კვალიფიციური და არაკვალიფიციური პარტიები და ვიღაცას ხელმოწერები არ გჭირდებოდეს და ვიღაცას ტელევიზიები არ გქონდეს გახსნილი და ვიღაცას ფულის ხარჯვა, ასე იგი ფულით არ შეეძლოს ყველაფერი იყიდოს და ყველაფერი მოისყიდოს. ესაა დღეს საქართველოს მომავალი. ვიმეორებ, ხელისუფლების გადარჩენა, ბიძინა ივანიშვილის გადარჩენა, ქვეყნის გადარჩენა, ყველას გადარჩენა არის სწორად გააზრებულ საარჩევნო სისტემასა და სწორ დროს და სწორ მომენტში არჩევნების ჩატარებაში. ეს არ შეიძლება ერთ წელზე იქეთ გავცელდეს. ამას დღეს არ აცნობიერებს არავინ. ისინი ავტომატურად ითხოვენ სასწრაფო არჩევნები, ეს სულში აქვს, ხელში აქვს სული ამოსული ოპოზიციურ პარტიებს, იმიტომ რომ დიდი ფული დახარჯეს
და ეხლა არაფერი პირიქით ჩვენ ვლაპარაკობთ ახალი არჩევნები და მოგვეცით საშუალება მეცნიერთა კონგრესს მიეცით საშუალება რომ გამოიტანოს კონცეფცია ეროვნული თანხმობის პარლამენტის იდეის თაობაზე. მე გარწმუნებ თქვენ რომ რეფერენდუმი რომ ჩატარდეს 10 დღის განმავლობაში რომ ყველა ტელევიზიამ რომელიც კი არის ამ მიცეს საშუალება მეცნიერთა კონგრესის წევრებს გამოიტანონ ეს კონცეფცია 10 დღის განმავლობაში 10 დღე მერე დისკუსია რომ წავიდეს მე გარწმუნებ თქვენ რომ ამას 90% მინიმუმ დაუჭერს მხარს თავისთავად იდეა ეროვნული თანხმობის პარლამენტის შექმნის თაობაზე აბსოლუტურად არავითარი საკანონმდებლო ცვლილებები არ არის აუცილებელი და ეს აი ჩვენი ამოცა გადარჩენა ამისი ყველას გადარჩენა ყველა სახეს ინარჩუნებს ქვეყანა განვითარების გზაზე დგება და რეალურად ცხოვრება კალაპუჩი ჩადგება ყველა ყოფილი იქნება ეს დაპირისპირება დამთავრდება მე ცოტა გადახრა უნდა გავაკეთო დღეს ქალბატონი ჩვენთვის მასწავლებელთა მასწავლებელი და ძალიან რომ გამოაქვეყნა ეს ისა ქალბატონმა როზა დებდარიანმა ქუთაისში და საქართველოში განათლებული ადამიანები იცნობენ ეს უგამორჩეულესი ლიტერატური და პედაგოგია მან დაწერა გელოდებითო ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს რომ აი თქვათ ის უყურებს დღეს ამ გადაცემას და ელოდებოდა ჩემს გამოსვლას აიმაში მე მინდა მას და ძალიან ბევრს ვინც ქუთაისთან უყურებს ესე იგი გახსოვთ ამას ატომობ იმიტომ რომ უბრალოდ მე ზეპირად არ ვლაპარაკობ თორე სულ არ მინდა ამნაირ რამეების ესე იგი გახსენება შემომთავაზეს მე რომ დაუბრუნდე ქუთაისში მე ძახის ბატონი თენგისიბუა და მეუბნება უნდა წახვიდე მე მეუბნები ვინ აწერს ხელს ჩემს დანიშნვას ქუთაისში მეუბნება ვაწერ ხელს მე თენგის კიტოვანი ჯაბა იოსელიანი მე ვთხარი გამორიცხულია მე შეიძლება თქვენი ხელმოწერით წავიდე მაგრამ თენგის კიტოვანის და ჯაბა იოსელიანის ხელმოწერით არ წავა ქალბატონი ეთერ ნაცვლიშვილი ძალიან საინტერესო ჟურნალისტი გარკვეული პერიოდი ჩემს მიერ ძიმედ განწყობილი მაგრამ იმ პერიოდში წერდა ამას ყველაფერს და იგი გაქვს იმ პერიოდში მე ვლაპარაკობ 98-99 წლებში წერდა ამას მე მაშინ როცა ჯაბა იოსელიანი ცოცხალი იყო კიტოვანი ცოცხალი იყო მაშინ თქვი რომ მე უარი ვთქვი ქუთაისში წავსულიყავი ხელმძღვანელად მაგრამ როდის წავედი როცა ვიყარე კენჭი და არ შეუერთი შევარდნაძის პოლიტიკურ ძალას ცალკე გამოვედი ბედაბატონ ელდარ შენგელაეშოვის აგერ არის ცოცხალი კაცი დაპირისპირება მოხდა მე არ მივედი არც მათ ოფისში არაფერი არ ვთქვი რომ მე არ ვიქნები შევარდნაძის ავტორიტეტით მე არ მჭირდება ქუთაისში მეთქი და მე არ მჭირდება შევარდნაძის ავტორიტეტით და ძალიან მძიმე გადასახილი გავაკეთეთ ერთმანეთთან და ნუ რა ვიცი ვინ არ ჩაერთო მაგრამ ეს ყველაფერი დოკუმენტები გაზეთებშია რომელსაც ეხლა არა მაგრამ მოვა დრო და გარკვეული ანალიზებს ალბათ გაკეთება რა მოხდა რა პერიოდი გადაიტანა საქართველოს რომ ყველა ცნობილი გახდეს ვინ არის მართლაც ქართულ პოლიტიკაში და ვინ რა არის ქართულ პოლიტიკაში მაგრამ ეს არ არის კიდე მთავარი როდესაც შევედი საქართველოს პარლამენტში 95% მივიღე ხმების წერილთა სახლის შენობაში იყო მაშინ უნიკალურად გზზე იყო შენობა და ჩემი ესე იგი ოფისი აი იქ ქონდა ჩვენ აღებული ეს ოფისი შევარდნაძის პარტია სულად სხვა შევარდნაძის და ეროვნულ-დემოკრატიული პარტია მე მგონი ერთად იყვნენ მაშინ იმათ სულ სხვაგან ჰქონდათ და ესე იგი როდესაც კი გავიმარჯვე არჩევნებში ყველა ჩემი კონკურენტი შევკრიბე დაველაპარაკე მადლობა უთხარი რომ იყვნენ ოპონენტები ცუდი არ ვიკადრები ერთმანეთისთვის არჩევნების დროს და მით უფრო ის შეხვედრების ინიციატორი მე თვითონ ვიყავი და შევთავაზე რომ მზად ვარ თანამშრომლობა გავაგზავნო და აი იმ ხალხისგან შევთავაზე რომ შეგვექმნა საბჭო დეპუტატობის კანდიდატების საბჭო რომ მე როგორც გამარჯვებულ დეპუტატს რჩევები მივიღო მათგანაც გარკვეული პერიოდის შემდგომ დადგა საკითხი რომ მე უნდა აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადავსულიყავი როცა ფორმირდება უკვე მთავრობა მეძახის სახელმწიფოს მეთაური მაშინ ასე ფიოდა და მეუბნება რომ უნდა წახვიდე პირველ ვიცე-პრემიერად უთხარი რომ არ მინდა და მაშინ დამოუკიდებელი სამუშაო გინდაო მე მეუბნება და თუ მასე არის რომ შემომთავაზა ორი მინისტრის თანამდებობა უთხარი არც ერთი არც მეორე მაშინ ძალიან მძიმედ მითხრე რომ მე აღმასრულებელ ხელისუფლებაში მჭირდება ძალიან ესეთი გამოსტილი ადამიანებიო თორე პარლამენტში და ამაში პრობლემა რა არის კი ხედავთ აგერ ყველა პარტია და ყველა პოლიტიკოსი აქ არისო ჩემ პასუხი იყო მე თუ
წავალ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მხოლოდ ქუთაისში. და კი მაგრამ ქუთაისი კი არა პირველ ვიცე-პრემიერობას და მინისტრობას გთავაზობო. მე ვთქვი მე წავალ იქ, სადაც მეტის გაკეთება შემიძლია. ჩემთვის თანამდებობის სიმაღლეს არ აქვს და ხმამაღლა მახსოვს მაშინ რომ უთხარი რომ ადამიანი არ ამაღლებს თანამდებობას, თანამდებობა ამაღლებს მეთქი ადამიანი. ესე იგი თანამდებობა არ ამაღლებს ადამიანს, ადამიანი ამაღლებს თანამდებობას მეთქი და მე პირველი ვიცე-პრემიერობის თანამდებობას ვერ ამაღლებ და ქუთაისში შევეცდები რომ ღირსეული მერი ვიყო და იამაყուն ქუთაისელებო მეთქი. რომ დავეთანხმე მას გამოვიდა ეს ხმა გარეთ, რომ მივიდივარ ქალაქის მერად, ატყდა გარკვეული ჯგუფების სიარული, პარტიების წარმომადგენლების, თენგიზ სიგუასთან, ჯაბა იოსელიანთან, ესე იგი კიტოვანთან, რომ ეს არ გამოუშვათ ეს დაპირისპირებებს შექმნის ამას იზამს, იმას იზამს, და ამ შემდგომ უამრავი ვიცი, რომელთანაც დღეს თანამშრომლობ კიდევაც, რომ ჩამოვიდნენ. მე მაგრამ გადაწყვეტილება მიიღეს და წავედი, ესე იგი ქუთაისში. ქუთაისი იყო ერთ-ერთი ყველაზე დაპირისპირებული ფრონტის პირა ადგილი. ის იყო გახსოვთ რა სიტუაცია იყო მაშინ რა. ესე იგი 2 თვის შემდგომ ყოველგვარი დაპირისპირება დასრულდა ქუთაისში. მე მივხვდი ერთ რამეს და რატო ამბობ ამას. დაპირისპირება აწყობს ხელისუფლებას და ოპოზიციას. დაპირისპირების დროს ორივე პოულობს საშუალებებს ფულისთვის. ეს ერთი და მეორე. ხელისუფლებას აწყობს განსაკუთრებულად. იმიტომ რომ ყველაფერს რაც არის ცუდი აბრალებს დაპირისპირებას. როგორც კი ეს დაპირისპირება მოისპო, 2-3 თვის შემდგომ აღარ იყო, ხალხს უკვე აღარ იქ ლაპარაკი იყო, იმან ეს თქვა, ამან ეს თქვა, დაპირისპირება ის მიტინგი შედგა, ეს მიტინგი შედგა, ეს ალაპარაკო აღარ გახდა ქუთაისში. ამიტომ ჩემსკენ გადმოინაცვლა ხალხმა, რომ უკვე მოითხოვა ხალხმა კარგად ცხოვრება, კარგი პირობები, ყველაფერი და მე მივხვდი რომ ის დაპირისპირება ჯობდა თურმე პოლიტიკოსისთვის, მაგრამ მაშინ მე მივხვდი რომ ეს სულმოკლე პოლიტიკოსისთვისაა კარგი. მაგრამ ვინც ქვეყანაზე ფიქრობს და მე თქვი მაშინ საკუთარ თავს უთხარი, მე მინდა ვიყო ასეთი, რომ იფიქრო ქვეყანაზე. იყოს ხალხი ჩემს წინააღმდეგ მომართული და არ ვამართლებდე მე ყველაფერს იმას, რომ აი დაპირისპირების გამო ეს უბედურება აღარ მქონდა უკვე სათქმელი, რომ ჩვენთან არაფერი ამდაგვარი არ იყო, ორპალატიანი სათათბირო შევქმნით, ერთ პალატაში ძალიან ჭკვიანი ადამიანები, მეცნიერების, კულტურის წარმომადგენლები, მწერლები და ასე შემდგომ ორ-ორი კაცი, ყველა უნივერსიტეტიდან ორ-ორი კაცი, ყველა შემოქმედებითი კავშირიდან მეორე პალატაში ორ-ორი კაცი, ყველა პარტიიდან მახსოვს მაშინ ქალბატონმა ირინა ესე იგი სარიშვილმა კატეგორიული წინააღმდეგი გამოთქვა ის მაშინ იცით რომ პირველი ვიცე-პრემიერი გახდა, არა ვიცე-პრემიერი გახდა და ესე იგი ერთად იყრიდნენ კენს ერთი პარტია იყო მაშინ შევარდნაძისა და ჭანტურიას პარტიები გაერთიანებული იყვნენ და მან მოითხოვა რომ რამდენი პროცენტიც ვარ ჩვენო, იმდენი პროცენტი უნდა იყოს თუ ასეთ სათათბირო შეიქმნებაო. მე ტექსტი მე დავწერე იმ სათათბიროსი, დებულება მე დავწერე და დებულება მე ჩავიტანე პრეზიდენტთან, ხელი მოვაწერია სადაც ეწერა რომ ქუთაისი არ იზიარებს მიდგომას რომ რამდენი პროცენტი რომელ პარტიას აქვს რესპუბლიკურ პლანში და მე ვთქვი რომ ყველა თანაბარ პირობებში ქუთაისში ორ-ორი ამ სიტუაციამ და ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი იყო საგრებულოს თავმჯდომარე. ყველა იქ იყო. არავითარი რა უნდა ბატონებო ქვეყანაში დაპირისპირება, სწორედ ჩვენ ეს დაპირისპირება რომ გავაჩერეთ ქუთაისში. ესე იგი რეალურად ეს როგორც იტყვიან ერთობლივად ოპოზიციურმა პარტიებმაც მეც და ყველამ შემძელით რომ ეს დამესრულებია, შესაძლებელი გახდა რომ ყველაზე უკეთესი შედეგები ამას ხმამაღლა ვამბობ ნებისმიერ იმაში ქუთაისში იყო მასწავლებელი რომ 3-4 ჯერ მეთხელფას იღებდა, რომ მუსაღები გამოცდები არ იყო, უნივერსიტეტებში ჩვენ ვაფინანსებდით სწავლება საქართველოში ასად არ იყო, საბავშვო ბაღებში, რატომ? დაპირისპირება არის მოკვლა ქვეყნის. და ხმამაღლა ვამბობ, მაშინაც ქუთაისში ვამბობ და დიდი მადლობა ქუთაისელებს და ყველა იმ პარტიას რომელიც მაშინ იყო. მე მაშინ ვამბობდი რომ ხალხო თქვენ ჩემს წინააღმდეგ ბრძოლას თუ ხედავთ, ჩემს წინააღმდეგ ბრძოლაში თუ ხედავთ თავს, მე წავალ. ჩვენი წინ ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლით ქუთაისი დაშავდება, ქუთაისში გაფუჭდება საქმე. და რა გინდათ ეს თუ განკალაქში ცხოვრობ? მე ყველას ვეუბნები, ხელისუფლებას და ოპოზიციას ვეუბნები, თქვენი დაპირისპირებით ქვეყანაში ფუჭდება საქმე. საქართველოს მოსახლეობის საქმე ფუჭდება. თქვენი დაპირისპირებით დადგურდება საქართველო.
თქვენი დაპირისპირებით ნადგურდება საქართველოს ავტორიტეტი. იმ გადაწყვეტილებებს დღეს გერმანია მიიღო გადაწყვეტილება 237 მილიონი ევრო, რომელიც უნდა გადმოეცა არა, რამდენია უკვე დაახლოებით 1 მილიარდს მიაღწია, რომელიც გააჩერეს ევროპის სახელმწიფოებმა ქვეყანას უნდა მიხმარებოდნენ. არავინ არ გვაღიარებს, არავინ არ გველაპარაკება. ეს ხელმძღვანელები გამოდიან რაებსკან, ასე გასაოცარია, ხალხი დააზომბირეს, ვინც უყურებს იმედს და სახელმწიფო პარტიებს, ისინი უკვე რეალურად მალე სერიოზული ავადმყოფ მარტო იმას ვინც უყურებს. სერიოზული ავადმყოფები გახდებიან და ცოდვაა ეს ხალხი. ვინც მარტო ოპოზიციურ ტელევიზიებს უყურებს, ესენი სერიოზული ავადმყოფები გახდებიან და შეიძლება ყველა ერთმანეთს დავერიოთ. აქეთკენ მიდის ყველაფერი. ამ ტელევიზიებმა და მერაბ ბერძენიშვილს 1000-ჯერ გავიხსენე და გავიხსენებ, რომ მე არ ვიცი რას ნიშნავს სახელმწიფო ტელევიზია, მე არ ვიცი რას ნიშნავს ოპოზიციური ტელევიზია, მე ვიცი მართალი ტელევიზიაო, სად არის მართალი ტელევიზია. ყველაზე მეტად ამას ცდილობს იყოს ამ დიდი მერაბ ბერძენიშვილის, ეზო ჩხეიძის, ანზორ ერკომაიშვილის და ესე იგი გიგაბატიაშვილის და რა ვიცი, აი საოცარი ხალხის მიერ შექმნილი არნოლდ გეგეჭკორის შექმნილი ტელევიზია ქართული ტივი და ერთი ლარი ვერ გაუმეტებია ვერც მეწარმეს, ვერც იმას, ერთი 20-25 კაცია, ვინც თქვა რაღაც კაპიკებით და იმით ეხმარება და ამაზე მაინც დიდი მადლობა იქ ვინც მუშაობს იქ და ვინც დგას ამ იმაზე და რა ვიცი 27-28-ში ბატონმა ჯუმბერ კოპალიანმა მიიღო გადაწყვეტილება როგორც ქართული ერთობის დარბაზი ეს იყო, რომელმაც შექმნა ეს ტელევიზია და რომელიც ფლობელია ამ აქციების და აპირებს რომ შეკრება შედგება 27-ში ან 28-ში ისიც ბატონი რომან რურვა რომელიც აქციოს თავმჯდომარეა გავაკეთებთ ანალიზს ამ მდგომარეობა და ვიტყვით 1 ლარის და 5 ლარის 10 ლარი მაინც შეძირეთ ამდენი ხალხი რო იწვევთ ამას 10 ლარი რო შეძიროთ პირველი ნომერი ტელევიზია ქვეყანა გადარჩება თქო ეს არა და უყურებთ აი ამ ტელევიზიებს რომლებიც გლავა ავადმყოფებენ გადავკიდებენ ერთმანეთს ქართული ფილმის ჩვენებისათვის ვაჯარიმებდნენ დიდოსტატის მარჯვენის იმისათვის აჯარიმებდნენ ქართულ ტივის და ქართული ფილმების ჩვენება აუგზავნეს ჩამოვიდნენ თურქები და ეუბნებიან აჩვენეთ თურქული ფილმები ჩვენ გადაგიხდით ფულსო ამას როგორ ვიკადრებთ მერაბ ბერძენიშვილის და რეზო ჩხეიძის ტელევიზიაში ხوار დაემსგავსებიან სხვა ტელევიზიებს ეხლა მეცნიერთა კონგრესი უვლის და ქართული ერთობის დარბაზი უვლის ამას კაპიკებით რომ ეხმარებით ჩვენ ამას რომ დაუდგეს საქართველოში ერთი 20-30 კაცი და ესე იგი რეალურად თუ $3 მილიონ ხარჯავს პირველი არხი რომელიც 4 წელია ვერ მივაქციეთ 4 წელია რომ ნახევარი საათი რომ 2 წუთი გუშინ წინ გადაცეს და ხო გაჩვენეთ თქვენო ესე იგი წარმოგიდგენიათ 2 წუთით რაღაც მოვიდნენ და ისიც რაღაც შევიწროებული ისინი და ეს ყოფილა თურმე რომ გვაჩვენეს რას გვამადლიან ესე იგი გამოქვეყნდება დღეს აგერ ვიტყვი ამის თაობაზე პროგრამა ხვალ დაიდება უკვე რომელ პროგრამასაც 4 შაბათს მივიღებ ჩვენ და ასეთი პროგრამები დევს ასეთი ჩამონათვალი ნახეთ მარტო და ერთი არ გაშუქებულა არც პირველი არხით არც სახელმწიფო სხვა ტელევიზიები არც ოპოზიციური ტელევიზიები თქვენ გინდათ საქართველო თქვენ გინდათ ძალაუფლება მეცნიერთა კონგრესის აზრია ხალხთან ურთიერთობაში ჩვენ შევქმნათ ისეთი სისტემა რომ საქართველოს ხელისუფლებაში ვერ მოვიდნენ ფულისა და ძალაუფლების მოყვარული პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები. საქართველოს ხელისუფლებაში ვერ მოვიდნენ ფულისა და ძალაუფლების მოყვარული პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები. დღემდე დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ 95 წლის შემდგომ განსაკუთრებით საქართველოს ხელისუფლებაში მოდიან ხოლო ჩარჩული აზროვნების ბიზნესმენები და მათი პარტიები და საქართველოს ხელისუფლებაში მოდიან მხოლოდ და მხოლოდ ესე იგი ძალაუფლებისა და ფულის მოყვარული პარტიები. ყველა პარტია რომელსაც 5% გადალახა, ყველა ძალაუფლებისა და ფულის მოყვარულია. ყველა გარედან იმართება. მეცნიერთა კონგრესი ამბობს, საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის შიგნით თავისუფალია შურის ძიებისაგან, ხოლო ქვეყნის გარეთ ვალდებულებისაგან. დამისახელეთ ხალხი არა ხართ ერთი პარტია, რომელიც შურის ძიებისაგანაა თავისუფალი. და მეორე დამისახელეთ კიდე რომელიმე ერთი პარტია, რომელიც ქვეყნის გარედან არ იმართება. დაწყებული სახელმწიფო პარტიით, დამთავრებული თქვათ ნებისმიერი ოპოზიციური პარტიით. დარბიან გარეთ, ათანხმებენ ყველაფერს, ბიძინა ავანიშვილი ზურგს უკან მუშაობს, ესენი კი ღიად და პირდაპირ მუშაობენ, ვინ უფრო
მძიმედ მუშაობს კიდე უცხოეთთან, ეს კიდე ცალკე საკითხია, მაგრამ ამის განხილვა დღეს ამ დროში შეუძლებელია, დრო ყველაფერ ამას დაადასტურებს და განსაკუთრებით ეს მემუარებში გამოჩნდება, მაგრამ ტრაგედია იმაშია, რომ ჩვენ მომავალში ვიტყვით, რომ წარსულში უშვებდით შეცდომებს. მეცნიერთა კონგრესი დღეს ეუბნება ყველას, რომ დღეს ნუ უშვებთ შეცდომებს. თორემ მომავალში რომ აღიარებთ, რომ ესე იგი წარსულში შეცდომებს უშვებით, და ეს ვერაფერს ვერ შველის. საქმე შველის, რომ დღეს ეუბნები, რომ დღეს რა არის გასაკეთებელი. ეს არის პრინციპული საკითხი და პრინციპული მიდგომა. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გაიმარჯვა ხელისუფლება. დამარცხდება საქართველო, დამარცხდება ოცნებაც. და უფრო მეტად წამოწევენ თავს ოპოზიციური პარტიები დიდი ფული შემოამართა ხარდასაჭერად და იმ არასათაურო ორგანიზაციების ხარდასაჭერად, რომლებიც გარედან იმართებიან. ესაა ქართული საქმე. ამას აკეთებთ ბატონო ბიძინა თქვენ იმათ ეხმარებით, რომ ფულით გაიტანონ ისინი. გაიმარჯვებს ოპოზიცია. სამოქალაქო ომისკენ მივდივართ. რომ მოერიოს ამას ყველაფერს. სამოქალაქო ომია, რაც გუშინ განაცხადა პრეზიდენტმა. თანაც 22-ში როგორ გააკეთეთ ეს? ან ერთი დღით ადრე, ან ორი დღით ადრე, ან დღეს ხვალ გაგეკეთებიათ, რა 22-ში დაიწყო ის საბედისწერო დღე არის 22 დეკემბერი, როდესაც მოხდა უბედურება, სროლები ატყდა თბილისში და გუშინ დაიწყეთ თქვენ ეს სიტყვით დაიწყეთ სროლა ერთმანეთს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ. რაებს უწოდებთ ერთმანეთს? რაებს უწოდებთ ერთმანეთს? ყველას გამარჯვება არის მხოლოდ და მხოლოდ ყველას გამარჯვება არის ახალი სისტემა, ერთნაირი სასტარტო მოედნით არჩევნებში და განსაკუთრებული გამარჯვება ქვეყნის იქნება, თუ მეცნიერთა კონგრესის პროექტი იქნება განხილული ეროვნული თანხმობის პარლამენტის შექმნის თაობაზე და ის იქნება მხარდაჭერილი ხალხის მიერ. ჩვენ ამას მაინც არ ვეშვებით ბატონებო და ნუ იქნება ამის ის ნახა დროში ძალიან ბევრი რამ უბრალოდ ადამიანურად აი პირდაპირ ოფისიდან შეხვედრებიდან მოვდივარ. ეს 2-3 დღეა ისეთ შეხვედრები მაქვს. აი შევხვდი პიროვნებებს, რომლებიც მაკრიტიკებდნენ, ლანძღავდნენ ბიძინა ამანიშვილთან, მოვიდნენ ჩემთან. მოვიდნენ, აი გუშინ გია ჟორჟოლიანს ველაპარაკებოდი, მოვიდა ჩვენთან, ესე იგი, მაშინ როდესაც ნონა გაფრინდაშვილის იმით იყო შექმნილი ჩვენი დიდი ერთობა და მოვიდა იქ და შემოგთავაზა, რომ აი ბიძინა ამანიშვილთან ესე და მე მაშინ უთხარი მას, მიავიღე პირველი სიტყვა და უთხარი. არ არის ბიძინა ამანიშვილი საქართველოსთვის მომავლის პოლიტიკოსი. ეს კარგად გაითვალისწინეთ ბატონებო, არჩევნების წინა პერიოდია. არჩევნების წინა პერიოდია. 2012 წლის არჩევნების წინა პერიოდია. გია ჟორჟოლიანი საინტერესო პოლიტიკოსი, მეცნიერების დოქტორი, პოლიტოლოგი. ძალიან სერიოზული საინტერესო პოლიტიკოსი, გუშინ ვესაუბრებოდი გუშინ წინ. ამის თაობას და ვეუბნებოდი, გახსოვს მეთქი ეს და ნუ თვითონ მე დარწმუნებული ვარ დავზნე. მე უთხარი, მე მაშინ გამოვიდი და ვთქვი, რომ მე სახალხო კრება ამას არ შეიძლება რომ შეუერთდეს. იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლა საქართველოსთვის არის ტრაგედია მეთქი. ეს იყო ჩემი სიტყვები. ჩემივე სიტყვები იყო, როცა ნონა გაფრინდაშვილს ბიძინა ამანიშვილმა უთხრა რა აზრი გაქვს თემურ შაშიაშვილზეო და როცა ნონა გაფრინდაშვილმა უთხრა ისეთი რამ, რომელიც ჩემი ბიოგრაფიისთვის კი არა მარტო ჩემი გვარისთვის არის, როდესაც მართლაც დედოფალი, ქვეყნის დედოფალი ნონა გაფრინდაშვილი ბიძინა ივანიშვილს ეუბნება, როგორც საკუთარ თავს ისევე ნდობიო. და მე ეს გია ბურჯანაძისგან, ამ უნიკალური პიროვნებისგან გავიგებ, ჯანმრთელად დამაგრად მინდა რომ იყოს. და რომ მივედი მე ქაბატონ ნონა გაფრინდაშვილს უთხარი, მითხარო თქვენ ბიძინა ივანიშვილი შეგვიძლია უთხარი გამორიცხული, მე მას არ შევხვდები, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი პროგრესს გააჩერებს მეთქი საქართველოში და ბიძინა ივანიშვილი არ შეიძლება პოლიტიკაში რომ შემოვიდეს. მე არ შევხვდი. მე ვარ ერთი თუ ერთადერთი არა, რომელმაც აი ასე ნონა გაფრინდაშვილს უთხრა, ყველას ხმამაღლა და ხმამაღლა ვთქვი, რომ მე არავით არის სურვილი არ მაქვს შეხვედრის, იმიტომ რომ ჩვენ სხვადასხვა მიმართულების პოლიტიკოსები ვართ. ისინი ის პოლიტიკოსი არ არის, მე ვთვლი რომ ვისწავლე, იმიტომ რომ და დავამთავრე სპეციალობა ამისი, რომ ფილოსოფიური და ეკონომიკური და ყველაფერი ისინი რომ პოლიტიკას აჭირდება და მე ვთქვი ის რომ ასე იგი რეალურად მე რაც ქვეყნისთვის საწინააღმდეგოა იმ ნაბიჯს ყველას ვეუბნებოდი.
სახშიც და გარეთ ვამბობდი, ნუ გიხარიათ, მოვა დრო, საქართველოს გაიხლიჩება. ამას იმიტომ კი არ ვარ რაღაც წინასწარ ხილველი ვარ და ამას ანალიზით ელემენტარულად და ჩემს გარდა უამრავი ამბობდა ამას ქვეყანაში. უამრავი. დღეს არავითარი პრობლემა ბატონებო იმისა რომ ქვეყანამ რაღაც დიდი ნახტომი გააკეთოს, მაგრამ ამას ჭირდება რა სულგზელი, გაბედული გადაწყვეტილება იმისი, ვისაც გვინდა თუ არ გვინდა დღეს რეალურად უჭირავს ძალაუფლება ხელში. საქართველოს ტრაგედია, რომ ეს კაცი ბიზინა ივანიშვილია. საქართველოს ტრაგედია. საქართველოს ტრაგედია, რომ მეორე მხარეს სალომე ზურაბიშვილია. არც ერთია ქართული პოლიტიკოსი, არც მეორეა ქართული. არც ერთია საქართველოს ბუნებიდან ამოსული, ესე იგი, ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდესო, არც ერთი ამის მიმდევარი, არც მეორეა ამის მიმდევარი. ეს ორი, მაგრამ ცივილიზაციათა ომი უნდათ ერთი ცივილიზაციის მხარეს დგომი ქვეყნების მხარესა, მეორე ცივილიზაციის მხარეს დგომი ქვეყნების მხარესაა და აი წამოვიდა ომი. ნორმალური პიროვნება ამას არ შექმნიდა ქვეყანაში. არავითარი ცივილიზაცია და დაპირისპირების ადგილი საქართველოს არ იქნებოდა. საქართველოს პოლიტიკა უჭირავს დღეს ურა პატრიოტებს და ულტრალიბერალებს. ურა პატრიოტიზმის და ურა ლიბერალიზმის ნებისმიერი ქვეყნისთვის არის დამანგრეველი. საქართველოს კიდე ძლიერი ქვეყანაა და ვერ ანგრევს ისე, როგორადაც სხვაგან დაანგრია. მაგრამ საკმარისია უკვე პიკზე მივიდა. ეს წარმოუდგენელია, ამის იქეთ განვითარებაც წარმოუდგენელია. ჩვენი ამოცანა ახლა სწორად გავიაზროთ ეს ყველაფერი და რაც ხდება ქვეყანაში. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის არ არის სასარგებლო ეს საუბარი. რატომ ნახეთ თქვენ კომენტარები როგორია. მე მიტევს, ესე იგი, ივანიშვილის მომხრეებიც მიტევენ და მიტევენ ოპოზიციის მომხრეებიც. და ამათ გონია რომ მათი წინააღმდეგი ვარ. მე თქვენი მომხრე ვარ. მე თქვენ გეუბნებით რომ თქვენ ღუპავთ ერთმანეთს და ღუპავთ საქართველოს. თქვენ დროებითი გამარჯვება გირჩევნიათ. დროებითი გამარჯვება გირჩევნიათ იმას და ტირტირი გირჩევნიათ ამ იმაზე თქვათ აი რაღაც პოლიტიკურ არენაზე, ვიდრე თქვათ კაპიტალურად და სიბრძნით საქართველოს მომავლის ინტერესებით რომ გადაწყდეს საქმე. ჩვენ ამ შემთხვევაში მე ბედნიერი ვარ რომ მეცნიერთა კონგრესთან ვარ. დღეს ერთმა პიროვნებამ მე ბარსაც გავიხსენება, აბა ჯერ შეიძლება დღეს არა, ხვალ მინდა მოვიწვიე გადაცემაში მოდი მეთქი. რო შევედი მის საიტზე ნახე, ესე იგი ყველანაირი მარში რაც იყო, მეც არ უჭერ იმ მარშებს ხარს და მიმაჩნია რომ ეს აბსოლუტურად გაუგებარი იყო ჩემთვის, მაგრამ ასე გამასხლება, ასე გაშარჟება და მე მაკრიტიკებს იმის რა და წერს რომ ესე იგი თურმე მე ვამბობ რომ მეცნიერთა კონგრესი მიდგას გვერდით. ერთი ვინმე მოგმართავთ ყველა სადმე ნახეთ რომ მე წერ მეცნიერთა კონგრესი მიდგას გვერდით. მე ვარ ბედნიერი და ამაყი რომ ვარ მეცნიერებთან ერთად და ვდგავარ მეცნიერებთან ერთად. მე ვარ ამაყი ამით რომ მათთან ერთად ვდგავარ და არა ისე ისინი მიჭერენ ხარს. ეს იყო ჩემი პოზიცია და ეს არის ჩემი პოზიცია. ეს არის ბედნიერება. მეცნიერებთან ურთიერთობა არის რთული, ძნელი, ძალიან დიდი ნებისყოფას ითხოვს, ძალიან დიდ ძალას ითხოვს, მაგრამ არის ბედნიერება. ჯამშია ბედნიერება. თორე პროცესში ურთულესია, ურთულესი. ზოგჯერ დაბადებას დაიწყებული. მაგრამ შედეგია კარგი. ესაა მეცნიერება. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი რამ. მე არ მინდა მოვა დრო და ბატონი ესე იგი ძალიან საინტერესო პიროვნება ბატონი ხუციშვილი, დოქტორი მეცნიერების, რომელიც აი რეზო ბალანჩივაძის დაკრძალვაზე ამ რამდენიმე ხნის წინ ქუთაისში ვიყავით და აი რომ ნახა იქ დამოკიდებულება რიგითი ადამიანების და სხვების გასაოცარი რამეები მე თბილისში რო ბრუნდებოდით მატარებლით გასაოცარი რამეები მესაუბრა. მე ვამაყობ იმით რომ ქუთაისმა მე სასწაულად ჩამომაყალიბა. ქუთაისის მეცნიერებმა, პედაგოგებმა ქუთაისის, ხალხმა ქუთაისის სასწაულიზე გავლენა მოახდინეს ჩემზე. მე ვარ ბედნიერი რომ უფალმა მომცა საშუალება ჯერ კიდევ როდის 89 წელში დამეწერა ლიტერატურულ საქართველოში ეს ინტერვიუ, რომელიც ძალიან ძლიერი ინტერვიუა, ძალიან ცნობილმა მწერალმა გააკეთა, ესე იგი ასეთი სათაურითა ქუთაისში კენჭიც კი მიყვარს. ბედნიერი ვარ რომ ეს კენჭიც კი მიყვარს. და აი ამით ვარ მე მოგებული რომ იქ მიწერია რომ კარგი იქნება თუ კომუნისტური პარტია არ მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში,
აი 99 წელში და მონაწილეობას არ მიიღებს და ესე იგი დაუთმობს ეროვნულ მოძრაობას, დაუთმობს არჩევნებს, მივეხმარებით, დავდგეთ, გავერთიანდეთ. ეს რო გაეკეთებია მაშინ პარტიას. ჩვენ დღეს სხვა საქართველო ვიქნებოდით. მაგრამ მე ხო ეს ყველაფერი შევძელი მაშინ ქალაქის ხელმძღვანელმა კომუნისტურ ეპოქაში დავწერე ეს, რატო? იმიტომ რომ ეს ჩემთვის კარგი იყო? არა, უმძიმესი რამეები მივიღე, შემოტევები ხელს არ მართლებდნენ, არ ველაპარაკებოდნენ, 1000 რაღაც კონსერვატორია რო იმას კონსერვატორიას რო პარტიის ერთი შენობა მივეცით, პარტიის მეორე შენობა მეცნიერებს რომ მივეცით, ასე რომ დავარიგეთ ერთი შენობა პარტიის ლიცეუმს რომ მივეცით, მიჩივლეს და საშინელ მდგომარეობას ჩამაყენეს. მე ქალაქის ხელმძღვანელი, მაგრამ ვარ ბედნიერი რომ ეს არ შევშინდი და ეს გადაწყვეტილებები მივიღე, არ შევშინდი რომ ის დავწერე მაშინ. ეს მე ძალიან ბევრი რამ და გადავიტანე მაშინ და ვარ ბედნიერი იმით რომ მე უარი ვთქვი რომ პლენუმის მიერ ყოფილიყავი არჩეული პირველ მდივნად და ვარ საბჭოთა სივრცეში ერთადერთი ალბათ ყოფილი სოციალისტურ სივრცეში ერთადერთი კაცი რომელსაც თქვა რომ მე არ ვიქნები პლენუმის მიერ და პარტიების მიერ პარტიულების მიერ არჩეული არ ვიქნები პირველ მდივნად თელმა ქალაქმა უპარტიომას და პარტიომას ნახეთ გაზეთებშია გამოქვეყნებული ქალბატონ მერი ფაჩუაშვილის მოხსენება როგორ ჩატარდა მის რაიონში და ბატონი სერგო კურტანიძის როგორ ჩატარდა მის რაიონში. ვარ ბედნიერი იმით რომ ეს ასე იყო და მხოლოდ ასე დაუბრუნდი როცა გადავდექი თანამდებობიდან, როცა ვნახე რომ დაპირისპირება გარდაუვალი იყო. როცა ლენინის ერთი ძეგლი, ორი ძეგლი იდგა ქუთაისში. ავიღე ერთი ძეგლი მე თვითონ ჩემი გადაწყვეტილებით და მეორე თუ მესამე დღეს მივარდნენ მეორე ძეგლთან, ესო ჩვენზე დიდ ავტორიტეტს იპოვებსო და ეხლა ჩვენ ავტორიტეტი ვარ გაგვიგზეს მეორე ჩვენ ჩამოვაგდოდო. მე მივედი მათთან და უთხარი, ქუთაისელები არა ვარ, რაშვებით ხალხო. ერთად გავაკეთოთ, ავიღოთ, ვიღებ ამ ძეგლსაც ერთდროულად. არ შეიძლება ამ გადაწყვეტილების მიღებათ ხო? და ნუ რომ ნახე რომ ამას არ იზიარებდნენ, წავედი სახლში იქედან და დაუბრუნდი მხოლოდ იმით რომ თელ ქალაქს აირჩია პარტიისებებს და უპარტიოებს. ეს უნიკალური შემთხვევა მოხდა. მე ამას რატო ვიხსენებ? გაბედულ გადაწყვეტილებებს. მე მახსოვს მაშინ როდესაც გადავდექი ყველა ოპოზიციური პარტია თუ არა უმეტესობა სახლში ჩამოვიდა ჩემთან. მთელი ინტელიგენცია ჩამოვიდა. იცის ეს მეზობლებმაც ყველამ ნახეს რომ გაივსო თელი ეზო, საკმაოდ დიდი ეზო გვაქვს, გაივსო თელი ეზო, სადაც თხოვდნენ, მეუბნებოდნენ იმას რომ აი ლამის მიტინგი 400-500 კაცი იყო ერთდროულად თან გარეუბანში ცხოვრობ მოსული. მთელი ქალაქის ინტელიგენცია რომ დაუბრუნებულიყავი. ყველა პოლიტიკური პარტია შემომეხმიანა. არავითარი პრობლემა არ არის ბატონებო. ხალხს აჩვენე გულწრფელობა. ხალხს აჩვენე რომ გული შენ მასთან გაქვს. ხალხს აჩვენე რომ შენ მათი წარმომადგენელი ხარ. ხალხის ტკივილით იცხოვრე, ხალხის ცხოვრებით იცხოვრე და ყველაფერი კარგად იქნება. ვინ ცხოვრობს ხალხის ცხოვრებით? ბიძინა ივანიშვილი? გაღლიტეს ხალხი. ვინ ცხოვრობს პრეზიდენტი ხალხის ცხოვრებით? ყველაფერს რო თავი დავანებოთ დღეს ვიად გამსახურდიაზე ლაპარაკობს და გამსახურდიას წარმომადგენლები უჭერენ ხას. მე ხო ვიცი როდესაც მისი მეუღლე ჩვენი წარმომადგენელი იყო ევროპაში, რას ველაპარაკებოდნენ მაშინ და რა დამოკიდებულება ჰქონდათ გამსახურდიას მიმართ. ყველაფერი ესენი ხო ვიცი. ხომ ახსოვს ის როგორ აკებდნენ მიხეილ სააკაშვილს, როცა გაუშვა მიხეილ სააკაშვილმა როგორ დაიწყეს ლანძღვა. ხომ ახსოვს ის როგორ აკებდა ბიძინა ივანიშვილს, როგორც კი ბიძინა ივანიშვილმა რაღაცა დაიწყო მისი ლანძღვა. ჩვენ მედროვეები არ გვჭირდება პოლიტიკაში. მე გული მწყდება ყველა ამ ადამიანზე, ვინც მედროვეებთან დგება. რაღაც ღირსებით უნდა იყოს პოლიტიკაში ვინც დგას. შეიძლება წააგო ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, თუნდაც 10ჯერ, მაგრამ ღირსება არ უნდა შეილახოს შენი. იმიტომ რომ თუ ხარ პოლიტიკაში, შენ მარტო არ ხარ. შენ მარტო არ ხარ, როცა ხარ პოლიტიკაში. და ეს გათვალისწინება უნდა ყველაფერ ამას. ეს ყველა ეს მასალები ბატონებო, რაც მაქვს, რაც დღეს ვისაუბრეთ ჩვენ, ხშირად არის, ესე იგი აი მე გითხარით რომ შევხვდი 7-8 პიროვნებას ველაპარაკე, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის პირველ პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარეები და ხელმძღვანელები იყვნენ. გაგონება არ უნდათ ბიძინა ივანიშვილის სახელის. ესენი იყვნენ იცი რომ მე რომ მაკრიტიკებდნენ, ლანძღავდნენ და მეუბნებოდნენ. ესე იგი მაინტერესებს, ესე იგი ყველა პარტია რომელიც მიიყვანეთ ფულები ახარჯეთ თქვენ გლანძღავთ. თქვენი მეგობრები ვინც მივიდნენ თქვენ გლანძღავენ. ყველაფერი ვინ საქართველოს მოსახლეობის ეხვეწებოდი იარე ყველგან და 75% გვინდა 70% გვინდა რომ დავამთავროთ ესო და
52-13% რო გამოცხადდა, შეხტი ხაეში გაგიხარდა. რა გაგიხარდა 70%-ს უითხოვდი, 18% ნაკლები რატო გაგიხარდა? 70%-ს იმიტომ ლაპარაკობდი, რომ 50-ზე მეტი მაინც მოეცათ. ყველაფერი ხო ძალიან კარგად ვიცით, რომ ვინც ოცნებას მიცა ხმა გულწრფელად მიცა 10%-მა. 5-7%-მა მიცა გულწრფელად ხმა ნებისმიერ სხვა პარტიას. ერთმანეთის შიშით, ერთმანეთის ზიზღით და ერთმანეთის იმით არის მიცემული ხმები. ეს რა არჩევნები, ეს დაწერეს კიდევაც. ორთავე საერთაშორისო ორგანიზაციამ დაწერეს. ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ. არ არის ბატონებო ეს. აი საუბარი იმაზე დღეს ბიზნესმენები გამოვიდნენ, თქვენ ნახეთ, ხომ დარწმუნდით თავრობის დღეს რო გქონდა შეხვედრა. ბიზნესმენებიც კი რომლებიც მიიწვიეთ, საქართველოში ამდენი 100 ბიზნესმენი მიიწვიეთ. მე ვიცი უამრავი, უსერიოზულესი ბიზნესმენი, რომელიც წარმოუდგენლად თქვენი წინააღმდეგი არიან. მე დღეს შემიძლია ერთ-ერთი პიროვნება, აი აგერ რომელმაც ამ დღეებში გამომიგზავნა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ახლა მინდა წაგიკითხოთ, იმიტომ რომ ესე იგი ეს მართლაც ნიმუშია და განსაზღვრავს ძალიან ბევრ რამეს. ერთმა პიროვნებამ, რომელიც მე ძალიან მაკრიტიკებდა და მეუბნებოდა სულ იმას, რომ ესე იგი მეუბნებოდა იმას, რომ კი მარა შენ გადაწყვეტე უნდა დადგე ამადას რომ დადექი ამ ხელისუფლებასთან და ეს და პირადად იცნობს ბიძინა ივანიშვილის და რაღაცას, აი ამ რამდენიმე ხნის წინ ესე იგი გამომიგზავნა ამ პიროვნებამ გარკვეული სინანულით ბოდიშის მოხდით და აი რაც წერს ეხლა წერილია რომ სხვა ყველას ამიტომ მე პირადად ესე იგი თორობა რომ ახალგაზრდობაზე ძალადობას ღირსებად მიიჩნევს და სხვა რანგის კი არა ყველას განურჩევლა მხოლოდ ღირსების ორდენით აჯილდოებს მასთან ურთიერთობა არავითარი აზრი აღარ აქვს ის პიროვნება რომელიც მე მეუბნებოდა რომ შეცდომას უშვებ მიდი ბიძინა ავანიშვილთან ნონა გაფრინდაშვილმა რო გითხრა გააკეთე მეუბნებოდა იმას რომ რაღაც მოძებნე საშუალებები თუ მინდა მეც მოგიხმა ეუბნებოდი არა არ მინდა აი ეს პიროვნება რამ წერს მე ვხედავ იმას რომ შენ მართალი აღმოჩნდი ამიტომ მე პირადად ვემიჯნები ნებისმიერ მცდელობას ამ თავრობას ან არათუ თანამშრომლობას არამედ ელემენტარულ კონტაქტსაც კი მე პირადად ხვდები მხარე და ვდგები მათ გვერდით ვინც ახალ არჩევნებს ითხოვს ოღონდ კონგრესის მიერ შემოთავაზებული პლატფორმით ვირჩევ არა ბელადებს არამედ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ერთპარტიული მმართველობის დაუშველობის გზას და კოალიციურ მმართველობას კოალიციური პარლამენტი ასეთ ბიუჯეტს მაინც არ დაამტკიცებს სადაც სამცირებული პირების შესაძლო ეკონომიკური ზარალის ანაზღაურება ბიუჯეტიდან იქნება გათვალისწინებული როგორც ეს კობახიძემ დააანონსა მე ვთვლი რომ ეს არის ერთ-ერთი დიდი ინტელექტუალი ვინც ეს მე მიმაჩნდა რომ აი საქართველოს იქნებოდა ბედნიერი ეს პიროვნება რო ყოფილიყო პრემიერ-მინისტრი მე მიმაჩნდა რომ ეს პიროვნება ძალიან სერიოზული რამეების გაკეთება შეუძლია ქვეყნისთვის მე მას დღეს დარწმუნებული ვარ უყურებს ამ გადაცემას მე მას ვეუბნები რომ თქვენ ჩემთვის დიდი მასწავლებელი ხართ და თქვენ ჩემთვის დიდი მრჩეველი ხართ დიდი მადლობა რომ თქვენ აღიარეთ თქვენ ამბობთ იმას რომ სწორი იყო ჩემი გადაწყვეტილება როდესაც მე ყველა ურთიერთობაზე ამათთან უარი ვთქვი რადგან ვთვლიდი და ვთვლი რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში იქნებოდა დამანგრეველი რომ იგი პოლიტიკას ფულის ჩარჩულ მოედნად აქცევდა ფულის ჩარჩულ მოედნად იქცა დღეს ბიზნესად იქცა ასე იყო და კიდევ უფრო მეტად იქცა ასე ვიცი გწყენთ ეს ახლა ბიძინა ივანიშვილის მომხრეებს ამას ვამბობ და გწყენთ ესე იგი რასაც ვამბობ მეორე მხარეზე კი მაგრამ ყველანი თქვენ ბიძინა ივანიშვილთან არ იყავით როგორ იღებთ ხმას თქვენ პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილმა მოგიყვანა ბიძინა ივანიშვილი შეიცვალა არა ბატონებო თქვენ შეიცვალეთ ბიძინა ივანიშვილი როგორ არის ისეთივე როგორც კი აღარ იყო თქვენს მიმართ ისეთი განწყობით როგორ თავიდან დაიწყეთ მისი კრიტიკა გახარია თქვენ ბიძინა ივანიშვილმა გაგხადათ ყველაფერი ვინ ხართ თქვენ ხაზარაძე თქვენ მან დაგიცვათ და გადაარჩინათ ვინ ხართ თქვენ სხვა თუ არა მე მაინც მგონია რომ ყველაზე დიდ თამაშს ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ სწორედ ესე იგი გვარამია თამაშობს აბა 15 დღით გვარამიას დაპატიმრება ეს ვის მოუვიდა საერთოდ აზრად და როგორ აქ ყველაფერი არის იმაზე რომ ოღონდ ესე იგი ჩანაცვლდეს დასავლეთსაც ეცუნდა და ბიძინა ივანიშვილსაც რომ მოიძებნოს ვიღაც პიროვნება მართვადი რომელიც
სააკაშვილისაც ნაციონალურ მოძრაობასაც ჩაანაცვლებს და ოპოზიცია იქნება მართვადი ოპოზიცია. რადგინდათ მართვადი ხალხი ბატონებო, იყავით ძლიერები, იყავით გულწრფელები, იყავით გულიანები და მეორე მხარეს დაგაფასებს თქვენ ვინც არ უნდა იყოს ოპოზიცია და მისი მართვა არ დაგჭირდებათ. არ დაგჭირდებათ ეს. არც მიფიქრია მე, თქვათ აი ქუთაისში როდესაც ოპოზიციონერებთან თანამშრომლობდი და აი ხო გეუბნებით, მეგობრობ მათთან. დღეს ყველაზე მეტი ურთიერთობები ჩვენ ყველასთან მაქვს, მაგრამ განსაკუთრებით იმ ხალხთან, ვინც მოვიდნენ მაშინ და აი პარტიები, რომლებიც შემოერთდნენ და სიმშვიდე სიწყნარე დღეს რომ გამოდის ბიზნესმა ხომ გითხრათ თქვენ რომ მდგომარეობა რთულია ქვეყანაში. ვინ გითხრათ კარგია წეგან თქვიმეს შელებელმა, რატომ? რაც უფრო დაპირისპირება იქნება ქვეყანაში და რაც უფრო მეტი ქართველი წავა ქვეყნიდან, მით უფრო მეტი უცხოელი შემოვა და მით უფრო მეტი სახლი გაიყიდება თქვენს მიერ აშენებული. თქვენ წაუგებელთ ამას თამაშობთ. თქვენ საქართველოს არ გაინტერესებთ. და შეიძლება თბილისის მერობასთან რაღაცას გამოკრათ ხელი კიდე, როგორც დღეს ლაპარაკობენ, იმიტომ რომ ბიძინევანიშვილს ასეთი მონები უყვარს. დღეს რომ ლაპარაკობთ იმას, რომ ბიზნესმენ ის უნდა შვიდობა უნდაო. შვიდობა ჩრდილოეთ კორეაში. ბიზნეს უნდა თავისუფალი ადამიანი. ბიზნეს უნდა თავისუფალი საზოგადოება. ბიზნეს უნდა ხელისუფლება, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს, რომ იცხოვრონ არა არსებობისთვის, არამედ საკუთარი თავის რეალიზაციისთვის. აი ეს უნდა ბიზნეს. ბიზნეს უნდა კონკურენტული გარემო. სად არის კონკურენტული გარემო საქართველოში? გეკითხებით ამ ბიზნესმენებს, რომლებიც დღეს ამ ხელისუფლების მხარეს გახართ. რა კონკურენციაა ქვეყანაში? კონკურენცია რომ იყოს, თქვენ ბიზნესში არ იქნებით. თქვენ რომ იყოთ 10 ჯერ თქვენზე უკეთესი ბიზნესმენები იქნებიან, მაშინ ბიზნეს 10 ჯერ უკეთესი პიროვნებები იქნებიან ბიზნესში. თქვენ მეჯღანუაშვილებთან უფრო ხართ ახლოს. და პარპარეები და მეჯღანუაშვილები კარგად პოულობთ ერთმანეთთან ენას. მაინც გაგზელდი, არ ვაპირებდი, მაგრამ აი არ ვიცი რა გითხრათ ახლა, არ მინდა კიდე რაღაც პათეტიკური რაღაცები გამომივიდეს. დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ ჯერ ერთი ხვალ ბატონ ერეკლეს აღლიანთან ერთად 3 საათზე ტელევიზია ქართულ ტივიზე, ჩემს ავტორო გადაცემაში გვექნება ხალხის წერილის განხილვა. 2018 წელს დაიწერა, გამოქვეყნდა უпроსორად. ხალხის წერილი ხელისუფლებისა და ხალხის გასაგონად. აი კარგად მინდა მოისმინოთ, ნახოთ ეს წერილი. ხვალ მე ეს ბატონ ერეკლეს მე უთხარი რომ მე ზოგიერთ მომენტებს წავიკითხავ აქედან. ამ დოკუმენტს ეს დოკუმენტი მესტიეთა კონგრესმა რომ შექმნა ხალხის აზრზე გათვალისწინებით 3000 კაცის მოსაზრება გაიზიარა და წერილი რომ დაიმი შევიდა ხელისუფლებაში 14000-ზე მეტი ადამიანის ხელმოწერა იყო და პასუხი არ მიგვიღია 14 ადამიანის ხელმოწერილი ესე იგი ხელისუფლებაში შეტანილ წერილზე რომელსაც ასე აქვს სათაური ხალხის წერილი ხელისუფლების გასაგონად 14000 ხელმოწერა წერილზე ესაა უცნების ხელისუფლება ეს იყო ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება ორივე შვილია მოქალაქეთა კავშირის დაღორძინების იდეოლოგია მათია ამიტომ დოკუმენტი რომელსაც 4 შაბათს ჩვენ კიდევ წარმოვიდგენთ და ამ სხდომას წარუძღვება ცნობილი პიროვნებები მიიღებენ ალბათ მონაწილეობას ვისაც სრული გაუჩნდება შეუძლია მოვიდეს და მიიღოს მონაწილეობა ეს ხელობაში მაქვს ბატონი ბესიკ ბოგველი ფსიქოლოგი და ფსიქოლოგიის ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელი ასეთ დოკუმენტს წარუდგენს მესტიეთა კონგრესის ჯგუფი ასეთ დოკუმენტს უდგენ ჩვენ მესტიეთა კონგრესი სისტემური ცვლილებების დროა დააგვირდით ძველი უნდა დასრულდეს და ახალი დაიწყოს ეს კი შეუძლებელია ეროვნულ სახელმწიფოებრივი მოძრაობის გარეშე უგუშაგოთ საქართველოს აი აქ ტექსტია კონკრეტული წინადადებებია ჩამოყალიბებული და ბოლოში არის ნუსხა იმ დოკუმენტებისა რომელიც პროგრამულად მეცნიერთა კონგრესმა მიიღო სხვადასხვა
კონგრესის სესიებზე, სხდომებზე, გელათში, რუსთაველის თეატრში თუ რა ვიცი სხვაგან ძალიან ხალხმრავალ შეკრებებზე სამეცნიერო აუდიტორიებში. დიდი მადლობა მეცნიერებათა აკადემიას, სამეცნიერო მიმართულების ინსტიტუტებს, დარგობრივ აკადემიებს, საერთოდ ყველა ტიპის მეცნიერებათა აკადემიას, კერძოა თუ სახელმწიფო, ფაზისის აკადემიას, გელათის აკადემიას, ყველას, ვისთანაც კონსულტაციები ქონდა, მოგვეხმარა და ჩვენ ეს დოკუმენტები შესაძლებელი გახდა რომ შევექმნა. ხვალ ეს დოკუმენტი დაიდება გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ ამ ვებგვერდზე, იქნება ჩემს ვებგვერდზეც, წაიკითხეთ, ნახეთ. შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ განხილვაში. ჩვენ 4 შაბათს ალბათ ამ დოკუმენტს კიდევ ერთხელ მივიღეთ, ეს ამ დოკუმენტის განხილვა დავიწყეთ ჩვენ კონგრესზე, კინოსახლში, რომელიც 17-ში ბედობა დღეს შედგა და აი ახლა დაკონკრეტებულს მის განვითარებად სწორედ ამ დოკუმენტს ვიღებთ. დღეს ძალიან კარგი შეხვედრა იყო მეცნიერთა გარკვეული ჯგუფის, შევაჯერეთ გარკვეული მოსაზრებები, კამათი კიდევ გრძელდება მთელი საკითხებთან დაკავშირებით და ჩვენ უკვე მივიღეთ ის დოკუმენტი, რომელსაც ქვია ვებრძოლოთ მიზეზებს და არა შედეგებს, პრობლემა ვაქციოთ განვითარების შესაძლებლად. უნიკალური დოკუმენტებია. მე წილას არ მინდა ვთქვა, რომ აი როგორ თავდება ეს დოკუმენტი, აი ნახვა, მინდა რომ ეს მაინც ის იყოს, ესე იგი ხვალ განწყობა რომ მოგცეთ აი ამ დოკუმენტის ნახვის და აქ რო კონკრეტული თარიღებია, კონკრეტული ამბებია მოცემული, ეს ერთია, მაგრამ ნახეთ აი მნიშვნელოვანი მომენტი რა არის კიდე. მეცნიერთა კონგრესს მიაჩნია, რომ ქვეყანაში სწორედ ხალხის მიერ, უპირატესად არაპოლიტიზებული ადამიანების მიერ, მეცნიერულ პროგრამებზე დაყრდნობით უნდა დაიბადოს ახალი ტიპის მოძრაობა, რომლის მიზანია ქვეყანაში დასრულდეს პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა და დაიწყოს მეცნიერების ერა, რომ ფასეულობების, ფულისუფლების ქვეყნიდან გადავიდეთ ნიჭის ძალაუფლების ქვეყანას. სწორედ ეს არის ინტელექტუალური რევოლუცია, რომლის შემდგომაც გახდება შესაძლებელი, რომ ცივილიზაციის სათავეებიდან მომდინარე ქვეყანამ მარიამ ღვთისმშობლის სილხვედრმა საქართველოს შეასრულოს დიდი სულიერი მისია. ეს არის უდიდესი ეროვნული გადაწყვეტილება, რომელსაც ვჭირდებით ყველანი, როგორც რიგითი ჯარისკაცები, ვჭირდებით როგორც რიგითი ჯარისკაცები, ყოველგვარი ამბიციებისა და გენერლობის გარეშე. ჩვენ ამ დოკუმენტს უგზავნით საქართველოს საპატრიარქოს, ხელისუფლებას, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტარებს, მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, ზოგადად ყველა ტიპის მეცნიერული მიმართულების აკადემიებს, უმაღლეს სასწავლებლებს, სამეცნიერო დაწესებულებებს, პოლიტიკურ პარტიებს, საინფორმაციო საშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. კარგი იქნება თუ შევძლებთ შეთანხმებას ერთობლივ დოკუმენტზე. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს დოკუმენტია და მეტი არაფერი. კი ბატონო, განიხილეთ და შევთანხმდეთ ერთობლივზე. გვაქვს მწარე გამოცდილება. მეცნიერებმა დამოუკიდებლობის აღდგონის შემდგომ ყველა ხელისუფლებას მიმართეს კონსტრუქციული წინააღმდეგობით, პასუხად იგნორირება მიიღეს. ბოლოს 2016 წლის დეკემბერში გაკეთდა მიმართვა, უნდა დაიწყოს აკადემიური მშვიდი და წყნარი დიალოგი ეროვნული თანხმობისათვის. ამაზე უარის თქმას არ გვაპატიებს არც დროს და არც მომავალი. ვინც ამ დოკუმენტს წაიკითხავს, ის დევს საიტზე. მიხვდება მაშინ რომ გაეთვალისწინებინათ მეცნიერთა რჩევა, დღეს ამ მდგომარეობაში კი არა, ბედნიერებით სავსე სამშობლოში ვიქნებოდით. ჩვენ თანამშრომლობას თავაზობთ ყველას. თანამშრომლობა ძნელი, იგნორირება ადვილი, დაპირისპირება სუსტების მოგონილია, ძლიერები თანამშრომლობენ. ჩვენ არ სვლით პოზიციას, საქართველოს ჭირდება ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის შიგნით თავისუფალია შურის ძიებისგან და ქვეყნის გარეთ ვალდებულებებისგან. ვინ გაიზიარებს, ვინ არა, ამ დოკუმენტს ერთი ცხადზე უცხადესია. არც ერთ ისტორიულ ეპოქაში ქვეყანას ისე არ სჭირდებოდა ერთობა ქვეყნის შიგნით, როგორც დღეს, რომ დაპირისპირება გარეთ ძალთა და დაპირისპირება მხარეთა ინტერესებში შედის და არა ქართველი ხალხის, საქართველოს მოსახლეობის. საქართველოს მოსახლეობას უნდა თავისუფლებაზე დაგნობილი მშვიდობა და საქართველოს მოსახლეობას უნდა ის, რაც მეცნიერთა კონგრესმა ასე ჩამოაყალიბა. აი მოისმინეთ როგორ არის. საქართველოს ხელისუფლება არის ის, რომელიც იცავს ადამიანის ბუნებით უფლებებს, სიცოცხლის უფლებას, სიტყვის უფლებას, საკუთრების უფლებას და უკეთესი ცხოვრებისაკენ მისწრაფების უფლებას.
ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე შეუქცევადად უზრუნველყოს თითოეული ადამიანისთვის საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების მიღების თანაბარი უფლებები. უნდა შევთანხმდეთ იმაზეც, რომ ხელისუფლება, რომელიც ამას ვერ აკეთებს, კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს საკუთარ თავს, პრაქტიკულად არ არის ამ ქვეყნის ხელისუფლება და ის უნდა გადადგეს ან საერთო სახალხო რეფერენდუმზე გატანილი იქნას ხელისუფლების ნდობის საკითხი. ამ კრიტერიუმიდან გამომდინარე, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველოს ხელისუფლება არ ჰყოლია. პირველი ხელისუფლება გამსახურდიას იყო მოკლე პერიოდი, თავისთავად ცხადია, სამიმნეში ვერ შევა, იმიტომ რომ მან ვერ შეძლო თავისი პროგრამული მის განხორციელება, იმის შემდგომ ყველა ხელისუფლება პრაქტიკულად საქართველოს ხელისუფლება ამ კრიტერიუმიდან გამომდინარე საქართველოს ხელისუფლება არ იყო. ჩვენთვის თვითმიზანი არ არის ან ვინმესთან თანამშრომლობა, არც დააგვირდით ხვეწნა მუდარად თანამშრომლობაზე. თანამშრომლობის თაობაზე. ჩვენი მიზანია საქართველოს ყავდეს ასეთი ხელისუფლება, რომელიც ამას ასრულებს, იგნორირება არ გვაწუხებს. ვინც გინდათ, ის იყავით ხელისუფლებაში, მაგრამ შეასრულეთ ის, რაც გევალებათ. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლებას აქვს ორადორი ფუნქცია. პირველი, შექმნას ქვეყანაში კონკურენტული გარემო და მეორე, დაიცვას ადამიანი. სწორედ ამას ემყარება ჩვენი განმარტება ხელისუფლების თაობაზე. საქართველოში კონკურენტული გარემო შექმნის ნაცვლად შექმნილია კორუფციული გარემო, ნეპოტიზმია, სადაც კორუფცია და ნეპოტიზმია კონკურენცია არ არსებობს, ამიტომ ადამიანი კი არ არის დაცული. ღატაკი ღატაკდება, დიდარი მდიდრდება. ესა დღეს ამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომი პერიოდის მთელი ქართული ცხოვრება. ჩვენ არც ხელისუფლების წინააღმდეგ ვიბრძვით და არც ოპოზიციის. ჩვენ დგავართ და არც ხელისუფლებისათვის. ჩვენ დგავართ ხალხთან ერთად და ვფიქრობთ არა არჩევნებზე, ან ვინმეზე გამარჯვებას და ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლაზე, არამედ მომავლის საქართველოსთვის. სწორედ ამ მიზნით შედგა მეცნიერების და ხალხის ერთობლივი პროგრამული დოკუმენტი ხალხის წერილი ხელისუფლებას. ჩვენ ვრჩებით ამ წერილის და მეცნიერთა მიერ შემუშავებული პროგრამული დოკუმენტების ერთგული და ვირჩევთ სხვა გზას განსხვავებულის ხელისუფლებისაგან, განსხვავებულის ოპოზიციისაგან. ვიქნებით ბედნიერნი ხალხის და ქვეყანას, ხელისუფლებას და ოპოზიციას, თუ იმოქმედებთ შეთანხმებულად. ამაზე უარის თქმას მართლაც არ გვაპატიებს არც დრო და არც მომავალი. თუ ეს დოკუმენტი სრულად ვერ იქცევა სამოქმედოდ, ეს მხოლოდ ხელისუფლებისა და ოპოზიციის გამოისობით. ისტორიაში კი დარჩება, რომ ამ რთულ პერიოდში მეცნიერები ფიქრობდნენ ხალხსა და ქვეყანაზე. ხელისუფლება უფროსობს ჩხილებში, რაც შეცდომაა. ხელისუფლება ასამართლებს ჩხილებში, რაც შეცდომაა. დრო ხელისუფლებებს ასამართლებს, დრო ამ ხელისუფლებას გაასამართლებს. ისტორია განжის, მეცნიერების იგნორირებაა სწორი, თუ მეცნიერებაზე დაყრდნობა. ისტორია განжის, ჩვენი პოზიცია მართალი თუ ხელისუფლების, რომელმაც იგნორირება გაუკეთა იმ დოკუმენტებს, რომელთა ჩამონათვალსაც აქ ვაქვეყნებთ და რომლებზეც დაყრდნობითაც შეიქმნა ეს დოკუმენტიც. უგუშაგოთ საქართველოს, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი ამ დიდ ეროვნულ სახელმწიფოებრივ მოქმედებაში. მე წაგიკითხეთ დოკუმენტის დასკვნითი ნაწილი, ამის შემდგომ არის მინიშნებული უამრავი დოკუმენტი, რომელსაც ძირითადში, რომელზეც თქვენ შეგიძლიათ ხელის დაჭერით იმაზე გადახვიდეთ და წაიკითხოთ ეს დოკუმენტები. ნახოთ რა ბედნიერებაა, რომ ასეთი მეცნიერები გვყავს, რა ბედნიერებაა, რომ ასეთი დოკუმენტები შეიქმნა და რა ბედნიერებაა, რომ გაბედულად აი ასე გაბედულ დოკუმენტს ქმნიან მეცნიერები და ოთხშაბათს თქვენ ნახავთ, როდესაც მისი განხილვა იქნება. მე მინდა ყველას მადლობა გითხრათ თქვენ, ვინც მაკრიტიკებს თუ მხარს უჭერს ამას. ჩვენ არავის მე ჩემს თავში ამოვკეთე ის ასაც ქვია სიძულვილი. არ გამაჩნია არავის მიმართ. ბიბლიური ცხოვრებაა ჩემთვის თავარი. გიყვარდეს ტერიშენი, ვლოცულობ, სანთელს ვანთებ, გულწრფელად გეუბნებით და არავითარი პრობლემა არ მაქვს. ლანძღეთ რამდენის გინდათ. დოკუმენტში მოძებნეთ ის, რაც არ ვარგა, რაც ცუდია, გაასწორეთ, დაამატეთ. ამოიღეთ, რაც არ გინდათ. მაგრამ ერთი რამ ვიცოდეთ, დაპირისპირება უნდა დასრულდეს. თუ დაპირისპირება არ დასრულდება, დავასრულებთ ჩვენ საქართველოს და მის მომავალს. დაპირისპირებულ მხარეებში მართალი და მწვანე მართალი ჯერ ვერ გაირკვევა. ამას დრო გაარკვევს.
დღეს მთავარია ითქვას, რომ ერთიც და მეორედ გავიდეს დაპირისპირების ზონიდან. დაპირისპირების ზონიდან გასვლა არის გადარჩენა. გადარჩენა არის ქვეყნის და გადარჩენა არის თვითონ ამ პარტიების დაპირისპირებული მხარეების. ორი აზრი არ არის. გადარჩენა არის ახალი სისტემით არჩევნების ჩატარებაში. ახალი სისტემით არჩევნები გადაარჩენს ივანიშვილსაც, ხელისუფლებასაც, ოპოზიციასაც და უპირველესად ყოვლისა საქართველოს. ვინც თქვენ უარს ამბობთ იმაზე, რომ ვაშკაცურ გელით და გონიათ, რომ უკან დახევაა ეს. უკან დახევა არის უარის თქმა. მაგრამ გამოსვლა და თქმა იმისა, რომ დღეს ვადამდელი არჩევნები, მაგრამ არა ეხლა, არა ამ წუთში, არამედ ძალიან სერიოზული ერთობლივი შემოქმედებით გაერთიანეთ ქვეყანა ხალხო. გაერთიანეთ, გამოდით ამით შეერთება ქვეყანა, ხალხი გადაეხვევა ერთმანეთს, გადაკოცდით, მოამზადეთ, ჩაატარეთ არჩევნები, გულწრფელი, პატიოსანი, ერთნაირი სასტარტო მოედნით, ხალხი ისტორიაში დარჩებით, ხალხში დარჩებით. დღეს კი ასამარებთ საკუთარ თავსაც, ასამარებთ ქვეყანასაც. მეცნიერთა კონგრესი შეძლებს ხალხთან ერთად შეერთებას და არ მოგცემთ უფლებას, რომ დაასამაროთ ქვეყანა. არც თქვენი საკუთარი თავის დასამარება, თქვენი თავის დასამარებაც არ გვინდა ჩვენ. ჩვენ ყველანი საჭიროა ამ ქვეყნისთვის და ვიმოქმედოთ ისე, როგორც ამ ქვეყანას ჭირდება. ვიყოთ სულბრძენი, გავიმარჯვოთ სხვაზე კი არა საკუთარ თავზე, მაგრად ვიყოთ, ძლიერად ვიყოთ და საქართველოს დადგება ფეხზე, იმაზე მეტად ვიდრე ვინმეს არ მოუდგენია.